ვარ კატო ბაიაძე 8 წლის. სწავლობ მეოთხე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ხატვა, ბალეტი და საჭმლის გაკეთება. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ხატვა. ხატვაზე არ დავდივარ და ჩემით ვისწავლე. მე ვიცი სახლის დახატვა, გოგონას, ბიჭუნას და ყვავილების დახატვა. ყველაზე ძნელი არის დიდი ნახატების დახატვა. მაგალითად, დიდი სახლები, ესეთ ყველაზე ადვილია ხეების და ყვავილების დახატვა. ჩემი საყვარელი ფერი არის ვარდისფერი და არ მიყვარს შავი, იმიტომ რომ ცუდი ფერია და ნახატებს აფუჭებს. ხატვა მასწავლა ჩემმა და ვინახავ ჩემს ნახატებს და მაქვს 3 ცალი. იმიტომ ვინახავ რომ დიდი რო გავიზრდები, დავათვალიერო და გავიხსენო ჩემი ბავშვობა. ყველაზე ხშირად ნახატებს ჩუქნი ემილი მამულაძეს. ის არის ჩემი საუკეთესო მეგობარი. მეგობრობა არის ერთად ყოფნა რო გინდა და რაღაცებს ჩუქნი. ახლა მყავს 4 საუკეთესო მეგობარი და მინდა მყავდეს 10. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კარგი კლასელები და კარგი მასწავლებელი მყავს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ემილი მამულაძე. ჩემი საუკეთესო მეგობარი. ყველაზე ცელქი არის ლუკა დავითაძე. ყველაზე ჭკვიანი არის ქრისტინა ბურგენიძე. მე ვარ ყველაზე მშვიდი პრანჭია და ლამაზი. ჩემი საყვარელი საგანი არის მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ირინა ვართმანიძე. იმიტომ რომ შვიდია, ბავშვები უყვარს და ჩემსავით ლამაზია. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე მხატვარი. თუ მხატვარი არ გამოვალ, მაშინ ვიქნები ბალერინა. უკვე 1 წელია ვცეკვავ ბალეტის სკოლაში. ბალეტში ყველაზე რთული არის პოლკა. ეს რას ნიშნავს და ფეხი უნდა აიქნიო და ახტა. ყველაზე ადვილი არის ფეხების მოძრაობები. ბალეტი იმიტომ შემიყვარდა, რომ კარგი მასწავლებლები და კარგი მეგობრები მყავს. ერთხელ მქონდა გამოცდა და ძალიან ვნერვიულობდი. კარგი გოგო ვარ და კარგად ჩავაბარე გამოცდა. მალე მინდა მქონდეს კონცერტი. ეს კონცერტი მინდა რომ იყოს თბილისში. ჩემი გეგმა არის რომ ბალეტზე ვიარო კიდე 8 წელი. ახლა მინდა რომ ვიყო 18 წლის და მინდა რომ დავასრულო სკოლა და გავხდე სტუდენტი. სახლში ვცხოვრო მე, დედა, მამა და ჩემი 2 და. კიდე მინდა მყავდეს 2 ძმა და 1 და. ჩემი და არის 12 წლის და ქვია ელენე. ის არის ბრანჭია, ლამაზი და ფოტოებს იღებს. მეორე და არის 5 წლის და ქვია ვერონიკა. ვერონიკა არის ცელქი, ჭკვიანი და დედას რაღაცებს იღებს. ჩემი აზრით ელენე რო გაიზრდება, გამოვა მხატვარი. ვერონიკა გამოვა ექიმი. მამიკო არის მხიარული, კეთილი და უშიშარი. ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ასე იმიტომ გონია რომ სულ საჩუქრებს ჩუქნის და ეხუტება. დედიკო არის ლამაზი, მზრუნველი და კეთილი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ბორში. სხვათა შორის მეც კარგ საჭმელებს ვაკეთებ. პირველად საჭმელი რო გავაკეთე, ვიყავი 5 წლის. ეს საჭმელი იყო სუპი. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნი არის ჯელსომინოს თავგადასავალი. საყვარელი მორთბინი არის რაპუნცელი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი რაპუნცელი. იმიტომ გადავიფიქრე რომ პატარა ძმა მქონდა. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდა, გადავიქცეოდი ნამდვილი პრინცესას და ვიცხოვრებდი პრინცესას სახლში. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ჩინეთში. წინა მონაწილემ დამიტოვა ესეთი შეკითხვა. კატო რომ არ მერქვას, რა მერქმეოდა? კატო რომ არ მერქვას, მე ვერქვეოდა ბარბარე. ჩემს შვილებს დავარქმევ ბარბარეს, ლუკას და ნუცას. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარი არის iPhone 10. ბედნიერება არის დედას ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.